სამართლიანი არჩევნები მონიტორინგის მესამე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 1 ივნისის მონაცემებით 62 საარჩევნო ოლქში კანდიდატურის მოხსნის 385 ფაქტი დაფიქსირდა. 6 პოლიტიკური პარტიის 50-მდე წარმომადგენელმა კი გადაწყვეტილება სავარაუდო ზეწოლის შედეგად მიიღო. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ კვლევაში ასევე გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ერთი ფაქტი. სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 3 შემთხვევა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 2 ფაქტი. ანგარიში 11 მაისიდან 2 ივნისამდე პერიოდს მოიცავს. ეს არის რეგისტრირებულ კანდიდატებზე ზეწოლის შემთხვევები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 50-მდე შემთხვევაში კანდიდატებმა საკუთარი თავი და რეგისტრაცია გააუქმეს სწორედ ზეწოლის შედეგად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ პერიოდში პირველად დაფიქსირდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 3 შემთხვევა, რაც დღემდე თქვათ ამ პერიოდამდე ჩვენ არ დაგვიფიქსირებია. პირველ რიგში გავაკეთებთ აქცენტს იმაზე, რომ ხდება კანდიდატების პირდაპირ მოხსნა ზეწოლის შედეგად. უკანასკნელი შემთხვევები იყო ახალციხეში, სადაც ვერ პოულობთ უბრალოდ დავკარგეთ კანდიდატი, გარდა იმისა, რომ როგორც კანდიდატი დავკარგეთ, ადამიანს ვერ პოულობთ უკვე ფიზიკურად 48 საათი არის, მიუხედავად იმისა, რომ ყველა გამოკითხვის მიხედვით ნატალის სისოძეს ჰქონდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი შანსები, რომ მოიგო ახალციხის მერის არჩევნები. ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ ანგარიში ასახულ ყველა ფაქტს, რომელმაც შესაძლოა, რომ პირდაპირ ან ირიბი გავლენა მოახდინოს საარჩევნო გარემოზე და ჩვენი უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას მოვახდენთ აღნიშნულ ფაქტორზე.